როგორ გრძნობს და სწავლობს ბავშვი სამყაროს. რა არის სენსორული გადამუშავება და რა კავშირი აქვს სენსორულ გადამუშავებას ქცევასთან? ჩვენს მესამე ეპიზოდში ჩემს ძალიან კარგ საუკეთესო პროფესიონალ კოლეგებთან ერთად ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ვისაუბრებთ როგორ იწყებს ბავშვი სამყაროს სწავლას, როგორ შეიმეცნებს სამყაროს და რატომ არის მნიშვნელოვანი ვფლობდეთ ინფორმაცია სენსორული გადამუშავების შესახებ და რა არჩევები შეიძლება გავითვალისწინოთ ჩემი კოლეგებისგან, ოკუპაციური თერაპევტებისგან. თეონა დარჩია და ნინო ჭუმბურიძე არიან ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმრები. ისინი ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არიან სენსორული ინტეგრაციის ლიცენზირებული ექსპერტები. ამას აუცილებლად ახსნით, რას ნიშნავს. მე მგონი რაღაც მომენტში აუცილებლად ვისაუბრებთ, რა არის ოკუპაციური თერაპია, რა პროფესიაა და რა შემთხვევაში არის საჭირო ან შესაძლებელი, რომ თქვენ მოგმართოთ მშობელმა რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის. თუმცა ჯერ დავიწყოთ სწორედ აი ამ შეკითხვით, ანუ რატო გადავწყვიტეთ ვისაუბროთ სენსორულ გადამუშავებაზე, რა არის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. თეონა, მოდი შენგან დავიწყოთ და განგვიმარტე პირველ რიგში და შესაბამისად კარგი იქნება თუ ესეთი კონკრეტული მაგალითებით დავიწყებთ, რაღაცა სიტუაციური მაგალითებით დავიწყებთ საკითხის განხილვას. მადლობა ცირა, ძალიან მიხარია რომ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ჩემი საყვარელი თემა არის ერთ-ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია სენსორული ინტეგრაცია და ცოტათი თქვა სხვანაირად ჟღერს რაღაც ტერმინი სენსორული ინტეგრაცია და ეს არის იგივე შეგრძნებების გაერთიანება. ესე შეგვიძლია დავარქვათ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შეგრძნება, შეგვიძლია დავასახელოთ კიდევაც, ეს არის თქვა შეხება, სმენა, გემო, ყნოსვა, ასევე არის გადაადგილების შეგრძნება, წონასწორობის შეგრძნება, თავისი ტერმინები აქვს ამას, მაგალითად ვესტიბულური შეგრძნება და პროპრიოცეპტული შეგრძნება, მაგრამ აი ესე გავმარტოთ შეგვიძლია. და არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამათ გარეშე არ ხდება ფაქტიურად არაფერი. გინდ ბავშვის შემთხვევაში, გინდ დასრულების შემთხვევაში. თუნდაც ახლა ჩვენ აქ რომ ვსივართ, გვაქვს აი უამრავი შეგრძნებები მოგვეწოდება, ხო? თქვა განათება არის, რაღაცა ხმა გვესმის, შეიძლება ფონური ხმა იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ აი ამ მიღებულ შეგრძნებებთან გამკლავებას და ფოკუსირდებით, კონცენტრაციას ვაკეთებთ იმაზე, რაც გვინდა. მაგალითად, ერთმანეთს ვესაუბრებით და გავმარტავთ სენსორულ ინტეგრაციას, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ესე არ არის, ხო? ანუ ესე კარგად არ მიდის პროცესები, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი და ზოგადად სენსორული ინტეგრაცია არის ჩვენი ტვინის ფუნქცია, რომ სწორად მიიღოს, გადაამუშავოს და კონდეს რეაქცია, საპასუხო რეაქცია რაღაც შეგრძნებებზე, ესე კარგად არ მუშაობს ყოველთვის ეს პროცესი. ამიტომ სამწუხაროდ ზოგჯერ ხდება ისე, რომ თქვათ განათება შეიძლება ძალიან მაწუხებდეს და ვცდილობდე როგორღაც თავი მოვარიდო, ან საერთოდ უარი ვთქვა აქ მოსვლაზე და საუბარზე, იმიტომ რომ ეს ჩემთვის შემაწუხებელია. ან მოვიფიქრო რამე სხვა ვარიანტი, მაგალითად სათვალეთ შეიძლება გავიკეთო, ხო? ან თქვა თუ ფონური ხმა არის ჩემთვის შემაწუხებელი, თქვა ყურებზე შეიძლება ხელი ავიფარო, ან რაღაცა ვცადო, რომ როგორღაც დავახშო, ანუ ჩავახშო ეს ხმაური, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია ფუნქციონირება. ანუ ეს არის ისეთი პროცესი, რომ თქვათ ჩემთვის და შენთვის ერთნაირად არ აღიქმება ერთი და იგივე შეგრძნება. ანუ თქვათ მოცემულობა არის, რომ განათება არის სტუდიაში, მაგრამ ჩემთვის შეიძლება ცოტა უფრო მეტად აღიქმებოდეს ეს განათება, ანუ უფრო მეტად ვრეაგირებდე, რომ აი ძალიან განათებული გარემოა, მაგრამ შენ ამბობდე, რომ ნუ ეს ჩემთვის მისაღები ფორმა არის და არ გაწუხებდეს. და ეს ასე ხდება ხოლმე ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ანუ ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემაა, იმიტომ რომ არ არსებობს, ანუ ყველა ადამიანი იდეალურად ვერ ახერხებს ყველა შეგრძნების გადამუშავებას. ეს მოცემულობა არის, არ ხდება. თეონა, ბოდიში გაგაწყვეტინებ, აქ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმის თქმა, რომ აი ეს რაც ახლა შენ ჩამოაყალიბე, ამის ჩამოყალიბება ბავშვს არ შეუძლია, ხო? და შესაბამისად ის, რომ შეიძლება ბავშვს, არ ვიცი, წინდის ნაკერი აწუხებდეს ზუსტად ისე, როგორც შეიძლება ნებისმიერ ჩვენთაგვანს, რა ვიცი, პატარა კენჭი რო ქვაში ჩაგვივარ, ფეხში, ბოდიში ფეხსაცმელში ჩაგვივარდება და ამან ძალიან შეიძლება შეგვაწუხოს ანალოგიური ჰიპერგრძნობელობა შეიძლება გქონდეს ამას, ხო? და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც დავაზუსტოთ, რომ ამას, როდესაც ბავშვი ვერ ამბობს, შეიძლება ეს ხშირად სხვა სახის, ასე ვთქვათ, ქცევაში გამოიხატებოდეს, რომელსაც შეიძლება დავაბრალოთ რაღაცეები და ისევ ბავშვში ვეძებოთ პრობლემაა. რომ აი რაღაცა ჭირვეულია, რაღაცა რა გიდა ამ წინდის გასიტყვაზე და ასე შემდეგ და არა ის, რომ მივაქციოთ ამას ყურადღება და ალბათ ჩვენი პოდკასტის ამ კონკრეტული ეპიზოდის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ კარგად გავიხსენოთ ის, რომ ბავშვები რეალურად შეგრძნებებით იწყებენ სამყაროს
ათვისებას, ეს არის მთავარი წყარო და აი ამ შეგრძნებებით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე და ინტეგრაციაზე, როდესაც არის საუბარი და ამას კარგად გავშლით ალბათ კიდევ, აი ამ პროცესში შეიძლება იყოს რაღაცა სირთულეები. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ყოველდღიური რაღაცა იარლიყმაში აწუხა ერთხელ ხო, ტანსაცმლის ან რაღაცა მხოლოდ შევწუხდი არ არის, ხო? სენსორული ინტეგრაციის სენსორული ინტეგრაციაზე ან გადამუშავების სირთულეებზე, როდესაც ვსაუბრობთ და ეს მინდა რომ კარგად, ასე ვთქვათ, გავშალოთ და დავაზუსტოთ, როდის იწყება, რას ვეძახით, როდესაც ეს არის სირთულე, როდესაც რაღაცა ფუნქციონირებას უშლის ხელს, ხო, ბავშვისას და აი ამ დროს რა შეიძლება გავაკეთოთ? აი ესეთი რაღაცები რომ დავაზუსტოთ კარგად. კარგი კომენტარი არის და შეგვიძლია გავყვეთ აი ამ იარლიყის მაგალითს, ხო? ანუ ყველა ჩვენგანს გაგვახსენდება, რომ თქვათ ტანსაცმლის იარლიყი შეიძლება არ მოგწონდეს, ასევე თქვათ ატმის მაგალითით შეგვიძლია მოვიყვანოთ, რა ერთად ბუსუსები რომელსაც აქვს, ვიღაცებს არ სიამოვნებს ახლა ატამზე შეხება. ესეც არის ნორმალური. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, სირთულეზე, როდესაც ეს მართლა ხელს გვიშლის, ყოველდღიური ჩვენ რასაც ვაკეთებთ ხოლმე, იქნება ეს თამაში ბავშვის შემთხვევაში, სკოლაში სიარული ხო, თქვათ წერა. ანუ მართლა ხელს გვიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყველა გარემოში. ეს არ არის თქვათ აი სახლში, ან სკოლაში, ან ეზოში, ხო? ანუ ყველგან ეს სირთულე ახდენს ჩემზე გავლენას. და ამას ვუყურებთ აუცილებლად უფრო დეტალურად. ბავშვის მაგალითზე რო გადავიდეთ ასევე, აი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეეძლოს ბავშვმა ყველა შეგრძნების ესე სრულფასოვნად გადამუშავება და რატო არის ეს მნიშვნელოვანი. შეგვიძლია რაღაცა გარკვეული კვლევაც მოვიყვანოთ, თქვათ, გასამყარებლად ამ არგუმენტის, რომ ანუ ჩვენ არ აქვს მნიშვნელობა 100 აქვს, ანუ ყველას სჭირდება რომ ყველა შეგრძნებები გადავამუშავოთ, რაც დავასახელეთ თქვათ თავიდან. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ტვინის უბნები შეიძლება თქვათ ვერ ატარებდნენ საკმარისად ყველა ინფორმაციას. ამაზე პასუხისმგებელი არის თეთრი ნივთიერება, რომელსაც ატარებს სხვათ მიღებულ შეგრძნებას თავის ტვინამდე, შემდეგ ტვინი ამუშავებს და შესაბამისად გვაქვს რეაქცია, მაგალითად ბავშვი სვავს წყალს, ხო? როდესაც ეს დაზიანებულია, ვერ იღებს ტვინი საკმარისად ამ ინფორმაციას, ან ცოტა გვიან იღებს. შესაბამისად, შეიძლება თქვათ, როდესაც ვეუბნებით ბავშვს, რომ თქვათ წყალი დალიე, ან აიღე ფანქარი და დახატე, ან ჩაიცვი ტანსაცმელი, ან თქვათ სათამაშო მოედანზე, როდესაც არის და ვეუბნებით, რომ მოდი ახლა გაძვერი, ან თქვათ ბავშვს მიეცი სათამაშო, გაუზიარე შენი სათამაშო, ვერ გამოგყვეს ამ ინსტრუქციაზე, იმიტომ რომ უფრო მეტი დრო სჭირდება თქვათ ამ ინფორმაციის გადამუშავებისთვის, ხო? იმიტომ რომ თქვათ შეიძლება რაღაცა რამდენიმე წამი გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ძალიან ინდივიდუალურია, ვერ ვიტყვით, რომ ახლა ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეს, ანუ ოქროს წესი არ არსებობს ამისი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულად მივყვეთ, უფრო მეტი დრო მივცეთ, ვაჩვენოთ კიდევ. აი ზუსტად ეს მინდოდა, ეხლა მე თქვა, აი ამ დროის მიცემასთან დაკავშირებით და აი ნინო, შენც რომ მოგვიყვანო ესეთი კარგი მაგალითები შენი გამოცდილების და პრაქტიკიდან გამომდინარე. ჩვენ ზოგადად, ჩვენ საზოგადოებას უჭირს რაღაცა მომენტში, ხშირად ჩვენ მეც მეშლება ხოლმე, როდესაც არ ვაძლევთ ბავშვს სათანადო დროს. რაღაცა მალე გვინდა, მით უმეტეს თუ გვეჩქარება და ან იგივე კომუნიკაციაში იქნება ეს თუ რაღაცა მოქმედების განხორციელებაში იქნება სადღაც მივდივართ და ესეც ჩვენთან ერთად სწრაფად უკვე დაალაგებული და ორგანიზებული უნდა იყოს ეს ჩვენი პატარებზე განსაკუთრებით, როდესაც არის საუბარი. და აი ამ მით უმეტეს, როდესაც ის არის ხმაურიან გარემოში. ან შეიძლება ერთი შეხედვით არ არის ხმაურიანი გარემო, ან ჩვენი შეფასებით არ არის, ხო, ხმაურიანი გარემო. მაგრამ ის გარემო იმ კონკრეტული ბავშვისთვის შეიძლება იყოს ძალიან ჭარბად ხმაურიანი, ხო? ან იმ ერთმა ხმამ, რომელიც სადღაც იქ ისმის, შეიძლება ამ კონკრეტული ბავშვისთვის ძალიან სერიოზული დისტრესიც გამოიწვიოს და აი ამ გადამუშავების, ინფორმაციის გადამუშავების, ან ინფორმაციის ინტეგრირების პროცესშიც რაღაცა სირთულეები ჰქონდეს. ხო, აი ასეთი ტიპის მაგალითად და მე ისე ვისაუბროთ ეს ჰიპერმგრძნობელობის მიღმა, ანუ ჭარბად როდესაც გრძნობს ინფორმაციას, ბავშვი ასევე ვისაუბროთ ჰიპომგრძნობელობაზეც. აი ორივე როგორ აისახება ქცევაზე, ოღონდ უფრო სწორად როგორ აისახება ქცევაზე კი არა, როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს ქცევაში, იმიტომ რომ ქცევა არ არის, ხო, ერთ-ერთი მაჩვენებელი სენსორული გადამუშავების სირთულის ან სენსორული ინტეგრაციის სირთულის, თუმცა რაღაცა მინიშნებებს გვაძლევს ხოლმე ხშირად და ხშირად ამას უფრო სხვა სახელებს ვარქმევთ. სიზარმაცეს, ჭირვეულობას, რაღაცას ვერ აკეთებს ისე როგორც რაღაცა ყურადღების დეფიციტს და ასე შემდეგ, მაშინ როდესაც ეს შეიძლება იყოს სუფთად აი ეს სენსორული გადამუშავების ან სენსორული ინტეგრაციის სირთულე, ხო? აი
ამაზე რომ შენ გაგვიშალო ნინო მეტად. კი ბატონო, მეც მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. აბსოლუტურად გეთანხმები, ძალიან ხშირად როდესაც ვაკვირდებით ქცევას, რასაც ვხედავთ, გონია რომ მხოლოდ ის არის, მაგრამ ქცევის უკან შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც იყოს და ერთ-ერთი მთავარი რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ ბავშვს უჭირს სხვადასხვა შეგრძნების, კონკრეტული შეგრძნებების აღქმა და გადამუშავება. გავიხსენებდი ერთ მაგალითს, მაგალითად დაბადების დღის ცენტრი რო ავიღოთ, სადაც არის უამრავი განათება, მუსიკა, ხმაური, ასე შემდეგ. ამ გარემოში ძალიან რთულია ბავშვმა მიიღოს ყველა ეს შეგრძნება, გადაამუშავოს და გამოხატოს პასუხი შესაბამისი, ხო? ამ შემთხვევაში მაგალითად ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობის პროცესში. ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბავშვთან მუშაობის პროცესში, როგორც სახლის გარემოში, ისე თერაპიულ გარემოში, ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი კომპონენტი მთავარი არის დაკვირვება. ყოველთვის რომ დავაკვირდეთ, რომელ კონკრეტულ შეგრძნებებზე აქვს მაგალითად მომატებული მგრძნობელობა და პირიქით ნაკლები მგრძნობელობა. შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობა, ანუ მაღალი მგრძნობელობა სხვადასხვა კონკრეტული სტიმულების მიმართ გამოიხატებოდეს იმაში, რომ ძალიან ზედმეტად რეაგირებდეს სხვადასხვა ტიპის სტიმულებზე, მაგალითად განათებებზე, მაგალითად პატარა ხმაურზე, რომელიც ჩვენთვის შეიძლება ბუნებრივია. შეიძლება ძალიან ზედმეტად რეაგირებდეს მაგალითად მიმართულ მეტყველებაზე, როდესაც უშუალოდ მას მიმართავენ ინსტრუქციებს აძლევენ მუსიკის ხმაზე და ასე შემდეგ. დაბალი მგრძნობელობის შემთხვევაში გამოიხატება ხოლმე პირიქით, შესაძლებელია რომ ვერ აღიქვავდეს, მას სჭირდებოდეს უფრო სტიმულის გაძლიერება, მაგალითად უფრო ძლიერი ჩახუტება, მაგალითად უფრო ძლიერი დაცემის შეგრძნება და ასე შემდეგ, მაგალითად ბატუცზე ხტუნაობისას უფრო ძლიერი ხტუნაობა და ასე შემდეგ, რომ მისთვის ეს კონკრეტული შეგრძნება გახდეს უფრო აღქმადი. ეს გასათვალისწინებელი ფაქტორები არის, მანამ სანამ დავგეგმავთ ბავშვთან კონკრეტულ აქტივობის პროცესს, იმიტომ რომ ზუსტად იმ პატარა სტიმულმა, რაზეც აქვს მომატებული მგრძნობელობა ან პირიქით დაბალი მგრძნობელობა, შეიძლება ძალიან შეგვიშალოს ან შეგვიწყოს ხელი. რომ თერაპიის პროცესში გამოვიყენოთ როგორც ჩვენი კოზირი, რაღაცები შევამციროთ პირიქით სტიმულები, რომელიც ბავშვს არ მოწონს თავდაპირველად და გავხადოთ უფრო მიმღებელი ამ სტიმულების მიმართ, რომ შევძლოთ სრულყოფილად ჩართვა ბავშვის კონკრეტული აქტივობის პროცესში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის თუნდაც ჩავიწეროთ, ჩავინიშნოთ, რა სტიმულები მოწონს ბავშვს, რომელს ირიდებს უფრო მეტად თავიდან, ან ხო არ არის სტიმულები, რომელსაც ჭარბად ეძებს დღის განმავლობაში უფრო მეტად და ჩვენი მუშაობის პროცესი, ყოველდღიური საქმიანობების პროცესი, ისეთი როგორიცაა ბავშვის შემთხვევაში, მაგალითად კვება, ტუალეტის მოხმარება, მაგალითად კბილების გამოხეხვა და ასე შემდეგ, უბრალოდ გავამდიდროთ იმ სტიმულებით, რომელიც ბავშვს განსაკუთრებით მოწონს, იმიტომ რომ პროცესი გავხადოთ მისთვის უფრო საინტერესო, სახალისო და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა პროდუქტიული და დროებით შევამციროთ ის სტიმულები, რომელიც მისთვის ხელისშემშლელი და გამაღიზიანებელია, თუმცა მუშაობა ძალიან ფრთხილად გავაგრძელოთ იმისთვის, რომ გავხადოთ კიდევ ერთხელ აღნიშნა უფრო მიმღებელი, ძალიან ფრთხილად ამ სტიმულების მიმართ. მაგრამ აქ ერთ რამეს მინდა გაუსვა ხაზი, რომ სტიმულების დაძალება არასდროს არ შეიძლება. არასწორი მიდგომებიც არსებობს ხოლმე, რომ თუ ბავშვი თავიდან ირიდებს კონკრეტულ სტიმულებს, უნდა მივაჩვიოთ და აუცილებლად მივაღებინოთ ეს სტიმული, ხელი მოვაკიდებინოთ, მაგალითად პროდუქტი მივაწოდოთ, რომელიც არ მოწონს და უნდა გასინჯოს აუცილებლად გემო, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ სტიმულების დაძალება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას. ამიტომ მნიშვნელოვანია არავინ არ გასინჯავს, არასოდეს არ გასინჯავს, ან გასინჯავს და ისეთი უარყოფითი რეაქცია იქნება, რომ 2-3 კვირა მერე შეიძლება დაგჭირდეს თავიდან კიდე მუშაობა იმაზე, რომ სხვა სტიმულები კიდე ახალი, სხვა გემოები, ასე ვთქვათ, გასინჯოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალი სტიმულების, ანუ თუნდაც ისეთი სტიმულების, რომელიც უკვე ვიცით, რომ მას არ მოწონს, ძალიან ფრთხილად მიწოდება ბავშვისთვის, თავიდან ვარგებთ აბსოლუტურად აქტივობის პროცესს, თამაშის პროცესს ბავშვს ისე, რომ ნელ-ნელა მიიღოს ეს სტიმულები და ბუნებრივად მიიღოს. და რაც უკვე მზად გახდება ამისთვის, მერე ვაწოდებთ ამ სტიმულებს ძალიან ფრთხილად აქაც. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაძალება რაღაცის, იმიტომ რომ ეს არ არის სწორად აღნიშნე შენ, რომ ძალით აკეთებს, არ უნდა ჭამოს, გამაბრაზოს და ასე შემდეგ, ეს ასე არ არის. სინამდვილეში ეს არის იმიტომ, რომ ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის სტიმულების აღქმის და გადამუშავების სირთულე და აქ დაძალება პირიქით უკულ შედეგებს გამოიწვევს. აი ხა ერთი კარგი მაგალითი გამახსენდა ჩემი ერთი, ასე ვთქვათ, მეგობრის ბავშვთან დაკავშირებით, როდესაც გარკვეულ ასაკში, აი 4-5 წლის ასაკში დაიწყო, რომ აი აღარ მინდა დაბანა.
ბანაობა აღარ უნდა, ეს წყალი ცხელია, ის წყალი ცივია. ანუ ოღონდ ძალიან ფრთხილად მინდა ეხა ეს მაგალითი მოვიყვანო, იმიტომ რომ ეს შეიძლება სწორედაც რომ არ არის სენსორული ინტეგრაციის ან სენსორული გადამუშავების სირთულე, უბრალოდ მე მინდა აქ ისევ დაუბრუნდეთ, რომ ბავშვის შეგრძნებების განვითარების პროცესში რო არის და ამ განვითარების პროცესში რო სჭირდება ხელშეწყობა. იმიტომ რომ მე კიდე იმასაც დაუბრუნდეთ, კვლევები რაც გვეუბნება, ხო, ეს აღზრდასთან ან რაღაცა თუნდაც ეკრანთან დიდი ხანჯდომასთან არის თუ არა კავშირში. მოკლედ ბევრი რაღაცა ვთქვი ხა და დაუბრუნდები მაგალითს. და დედის კომენტარი იყო, რომ აი აქამდე სულ იბანდი, აქამდე სულ ამ წყალში იყავი, ძალიან გიყვარდა წყალში ყოფნა და ეხლა რა დაგემართა და ესეთი საყვედურით იყო მოკლედ გაწევა გამოწევა მუდმივად ამ ბავშვის ბანვის პროცესში. ანუ სინამდვილეში აქ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით რომელი რა ხდება, მაგრამ აქ რასაც უნდა მივაქციოთ სწორედ ყურადღება არის ის რომ რაღაცა პროცესს როდესაც გადის ბავშვი ეს არ უნდა იყოს ესე ხელწამოკურული ხო? ანუ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმ კონკრეტულ მომენტში შეიძლება ის აღარ უნდა, სხვა რაღაცებთანაც არის განვითარების პროცესთან არის დაკავშირებული ხო? როდესაც ბავშვი იწყებს ამ ნების გამოხატვას და დამოუკიდებლობის წარმოჩენას, ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხელშეწყობა და ამაზე კიდე ცალკე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში ესეც აღიქმება, რომ ბავშვის თავისუფალი გაზრდა, ანუ თავისუფალი პიროვნების გაზრდა რაღაცა ცუდქცევებთან ასოცირდება, მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ აქ ისევ და ისევ უბრუნდებით იმას, რომ დროის მიცემა როგორი მნიშვნელოვანია და როგორი მნიშვნელოვანია მე როგორ უკავშირს ვაძლევთ კონკრეტულ პროცესთან მიმართებაში ბავშვს, ხო, როგორ ინტერაქციაში ვართ ამასთან. თუ ეხა ბავშვს ვეუბნებით, რა, შენ ბანაობა არ გიყვარს, ხო, და იმიტომ ეხა წამო შენ კი არ გიყვარს, მაგრამ მოდი. ეს სინამდვილეში არის რაღაცა ირიბად იმისი გამტკიცება, რომ ის რაც ბავშვს არ სიამოვნებს, ან ვერ სიამოვნებს, ან არ უნდა რომ გააკეთოს, კიდევ უფრო მეტად არ გააკეთოს, მაგრამ სწორი ფასილიტაციით და სათანადო კომუნიკაციით შესაძლებელია ეტაპობრივად პროცესში ჩართვა და არა უბრალოდ ეს რაღაცა ხელისყრა და წყალში ჩაგდება, როგორც იციან ხოლმე ხშირად მაგალითად სურვის სწავლება. აქ ერთს დავამატებ ძალიან დიდი ბოდიში. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ბავშვთან მქონდეს კომუნიკაცია, ის კი არა რომ ადრესულ ბანაობდი და ეხლა რატო არ ბანაობ, რამე ხო არ შევცვალოთ მაგალითად, თუ შეუძლია რომ ვერბალურად გაგვაგებინოს, თქვათ რა მოწონს, რა არ მოწონს, თუ არა და შეგვიძლია მაგალითად თოჯინის მაგალითზე ვკითხოთ რა როგორ აბანავებს თოჯინას. რუბელს ხომ არ შეცვლი და არჩევანის საშუალება მივცეთ, იქნებ წყლის ტემპერატურა აღარ მოწონს და ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესში მაინც ბავშვიდან მიღებული ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენც თერაპევტებსაც პროცესში ყველაზე მეტად ეს გვეხმარება ხოლმე. თავიდან შეიძლება უბრალოდ ვაკვირდებოდეთ როგორ თამაშობს ოთახში, როდესაც შემოდის ბავშვი, რა სათამაშოებს ირჩევს, თოჯინას როგორ ექცევა, როგორ ათამაშებს და ასე შემდეგ, რომელი სტიმულები მოწონს, ამით ვიღებთ ინფორმაციას და მერე გადავდივართ ჩარევაზე. თავიდან ისევ და ისევ ოქროს წესი არის დაკვირვება, კი ბატონო. აი რომ დაუბრუნდეთ აი ამ შეკითხვას, რომელიც ალბათ ბევრ მშობელს გაუჩნდება, რომ ზოგადად, ჩვენ რა თქმა უნდა ვირიდებთ თავიდან ეს დიაგნოზებზე და ეს რაღაცეებზე ჩვენი ასე ვთქვათ თუ ფუნქცია და მიზანი არ არის, რომ რაღაცა კონკრეტულ დიაგნოზამდე მივიყვანოთ ადამიანი, ხო? ჩვენი საუბრების მიზანი არის, რომ უფრო მეტად დავინახოთ არა ის, რატომ აკეთებ შვილო ამას, არამედ რა დგას ამ ჩემი შვილის ქცევის მიღმა, ანუ რას მეუბნება ეს ქცევა, ხო? რომ რა საჭიროებას ავლენს ახლა, რომელიც შეიძლება ამ კონკრეტული ქცევის სახით იყოს გამოხატული. შეიძლება ახლა ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტი მოძრაობის მოთხოვნილება აქვს, ზოგიერთ ბავშვს და შესაბამისად მაგალითად ექიმის მისაღებში ან რაღაცა რიგში რო ვდგავართ მაღაზიაში, ეს ბავშვები იწყებენ მოძრაობას, ხვანცელს და ჩვენ ვიმით რომ გააჩერდი, დაჯექი, რატო ვერ ჩერდები, უამრავ საყვედურს აძლევენ ხოლმე, ხო? ხშირად და ანუ სინამდვილეში რა ხდება ამ დროს? სინამდვილეში აი ეს რაღაც სიტუაციური მაგალითებიც რო განვიხილოთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ როდესაც როგორ რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, როდესაც ეს საჭიროებები შეიძლება რაღაც მომენტში გადაიქცეს სირთულედ და ამ სირთულეს როგორ უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორ დავამენეჯმენტოთ, მე როგორ დავეხმაროთ ან რას აკეთებთ თქვენ, როგორც სპეციალისტები, რა არჩევებს და რეკომენდაციებს გასცემთ იმისათვის, რომ მშობელი უფრო ჩართული იყოს, რომ უფრო მიიღბეს ბავშვის საჭიროებებს, რომ გადალახოს რაღაცა კონკრეტული სირთულეები. ძალიან კარგი კითხვა არის და ჩემ შვილის მაგალითიც შემიძლია
მოვიყვანო პერიოდულად. ძალიან კარგი არის იმას ყურადღების გამახვილება, რომ ჩვენს მშობლებიც რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ბავშვებიც ცოტა ჩარჩოში მოვაქციოთ, იმიტომ რომ გასაგებია ვთქვათ, ეს ექიმის მოსაცდელში, მაინც გარკვეული წესები არის, ან ვთქვათ, სხვა სივრცეში არის გარკვეული წესები და ჩვენ გვინდა რომ ამას მივყვეთ, მაგრამ ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ასაკს და ვთქვათ, ბავშვის ინტერესებს. ახლა ბავშვი ვერ დაელოდება ესე მშვიდად, წყნარად, მაგალითად, ექიმის მოსაცდელში, ხო? შეიძლება იყოს დაუსრულებელი და ბევრ საათიანი. ძალიან დიდხანს ნამდვილად ვიცით, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ექიმის ლოდინი. პლუს გარემოთ შეიძლება იყოს ბავშვის მოსაწყენი, ხო? ეხლა შეიძლება ვთქვათ ფერადი კედლები იყოს, მაგრამ მაინც აი თუნდაც ეს ფერადი კედლები ზოგჯერ პირიქით ესეთი აი ნინომ სტიმული ახსენდა ხშირად სიტყვა და სტიმულს ვეძახით იმას, რაც ჩვენთვის არის ინფორმაციული. მაგალითად, ხმა ჩვენთვის არის სტიმული. ვთქვათ, განათება სტიმული არის, ან ვთქვათ მოძრაობაში რომ მოვდივარ, ესეც სტიმულია. ეს სტიმული არის ტვინისთვის, ხომ? რომ სწორად მიიღოს ეს ინფორმაცია და მე ვუპასუხოთ შესაბამისად, ხო? ამიტომ ეს განათებული კედლების შეღებილი კედლები ან განათებული კედლები შეიძლება პირიქით უფრო მეტად აპროვოცირებდეს, ანუ ჩემს ქცევას, რომ რაღაცნაირად, ანუ უფრო აქტიური შეიძლება გავხდე. გამოსაფხიზლებელი ეფექტი აქვს, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ჩვენ თუ გვეკითხებიან ხოლმე, რომ აი გარემო როგორი უნდა იყოს, როგორ შეიძლება დავამშვიდოთ ბავშვი, პირიქით ჯობია რომ იყოს უფრო ნეიტრალური გარემო, ნაკლები განათება, ნაკლები ხმაური. იმიტომ რომ ეს ყოველთვის ქცევას არ უკავშირდება. ანუ ქცევის სირთულე შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც ბავშვი ითხოვს რაღაცას, უნდა რომ რაღაცა მიიღოს, გამოხატავს ამას აქტიურად, ტირის, ყვირის და როგორც კი მივაწოდეთ მისთვის ასრულას, გაჩერდება, ხო? ანუ გასაგებია მიიღო რაც უნდა, მაგრამ თუ ეს არის შეგრძნებებით გამოწეული, რომ თქვათ, აი ეს შეგრძნებები ჩემთვის ზედმეტია, ძალიან ბევრია და გადაიტვირთა ჩემი ტვინი, ვეღარ ვუმკლავდები ამას. აღარაფერი აღარ გამაჩერებს. ვერც ჩემთვის სასურველი სათამაშო, რასაც აქამდე ვითხოვდი. ანუ ამით ვასხვავებთ ხოლმე მეტნაკლებად ეს ქცევა არის თუ შეგრძნებებით მიღებული გადამუშავების სირთულე არის თუ არა და ექიმის მოსაცდელში ვთქვათ, ესეც შეიძლება იყოს მიზეზი და ნუ ვთქვათ დავაიგნორე, აი ვთქვა ვიცით რომ ქცევის დროს გვეუბნებიან სპეციალისტები რომ ნუ იგნორი უნდა გავუკეთოთ, რა თქმა უნდა უსაფრთხო პირობებში და ეს მეტნაკლებად მოაგვარებს, ხო, ესეც სისტემური ხასიათის თუ არის, მაგრამ სენსორული შემთხვევაში, შეგრძნებების სირთულეების შემთხვევაში ეს ესე ვერ იქნება პირიქით. ამ დროს ცოტა დანაშაულიც კი იქნება, იმიტომ რომ ბავშვს პირიქით სჭირდება უფრო მხარდამჭერი გარემო და ნეიტრალური გარემო, რომ როგორღაც დამშვიდდე. აი ჩვენ შემთხვევაც რო წარმოვიდგინოთ, თქვათ ისეთ გარემოში ვართ, რომ აი რაღაცა ძალიან ისეთ სტრესული სიტუაცია, მაგალითად გასაუბრებაზე, თქვათ სამსახურის გასაუბრებაზე, უცხო ხალხია, უცხო გარემოა, ზუსტად არ ვიცნობ იმ თემას, რაზეც შეიძლება ვისაუბრო, ხომ? არც იმ ორგანიზაციას არ ვიცნობ და ნერვიულობ, შეიძლება რაღაცნაირად ცოტა სკამზეც მოძრაობები დავიწყო, წყალი მომინდეს, გასვლა მომინდეს და ნუ ეს აისახება ყველა ვარიანტში ჩემს ქცევაზე, ხო? იგივენაირად, თუ ვთქვათ ვიღაცამ ცოტა ისე მომართა, ხო, სამსახურში და არ მომეწონა გავღიზიანდები და ნუ რაღაცა შეიძლება მეც უპასუხო ისე, ხო? ამიტომ ბავშვიც ანუ ზუსტად იგივენაირი რეაქცია შეიძლება ქონდეს, ხო? ვთქვათ აი ამ გარემო პირობებს. ამიტომ ჩვენი როლი მშობლების, სპეციალისტების, ხომ, ანუ მარტო მშობლები ვერ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, იმიტომ რომ სხვებიც უნდა იყოს ამ ყველაფერში ჩართული, იმიტომ რომ სერვისი იღებ, ხა ექიმზე ვაკეთებ უბრალოდ აქცენტს, მაგრამ სხვასაც ეხება ეს ყველაფერი, ხომ, იქნება ეს სკოლა, იქნება ეს, არ ვიცი, აი დღის ცენტრები ახსენებინო, ხომ, დაბადების დღის ცენტრები, ხომ, ანუ აქაც უნდა იყოს ეს ყველაფერი გათვალისწინებული, რომ თქვათ ბავშვმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, კომფორტულად და თუ რაღაც არის ჩემთვის გამაღიზიანებელი, არაუშავს ამ ქცევას გამოვავლენ, დრო მჭირდება, დამშვიდდები. ეს ჩვეულებრივი ნაწილია ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ თქვათ ვერ ვახერხებთ ამასთან გამკლავებას, ბავშვი ვერ ახერხებს ამასთან გამკლავებას და იმდენად ხდება ამ პრობლემის გამოვლინება, რომ შეიძლება საერთოდ უარი თქვას, ვთქვათ, ბაღში წასვლაზე ან სკოლაში წასვლაზე. მაგალითად, მე მყავდა ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც სპორტსმენი იყო, რაგბის თამაშობდა და წარმოიდგინეთ, რაგბის ბურთს ვეღარ ეხებოდა, ძალიან ესეთი რთულად განიცდიდა ამას, იმიტომ რომ ანუ ეგ არის ხო მისი როლი, რომ ნუ რაგბი უნდა ეთამაშა და ბურთს აუცილებლად ხელი უნდა მოკიდო, მაგრამ არ შეეძლო შეხება და შეწყვიტა საერთოდ რაგბზე სიარული. ეს ნამდვილად პრობლემა არის და ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტი ჩაერთოს, ხომ? ასევე აი თუნდაც ბანაობის დროს, როდესაც ბავშვი საერთოდ უარს ამბობს ბანაობაზე, მაგრამ მიზეზები მართლა ბევრი შეიძლება იყოს და ნინომ თქვა რომ უნდა დავაკვირდეთ აუცილებლად ამ ყველაფერს და თქვა თუ ეს დიდი ხანი გაგრძელდა, ეს ფიქრობ რომ შეიძლება
იყოს პრობლემა და აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს. ასევე ვთქვათ, ანუ ვაკვირდებით ყოველდღიურ ცხოვრებას. იქნება ეს კვება, ჩაცმა, ბანაობა, საკუთარ თავის მოწესრიგება, კბილების გამოხეხვა, ფრჩხილების მოწესრიგება, ხოთმების შეჭრა, ძირთად არ მოსწონთ ხოლმე ეს ბავშვებს, მაგრამ ეს ასაკობრივად ზოგჯერ არის ნორმა, ხო? მაგრამ თუ ეს დიდხანს გრძელდება. და ვთქვათ, ვაკვირდებით იგივე ასაკის სხვა ბავშვებსაც, აი სათამაშო მოედანზე თუ ჩაყავს ბავშვები, აი მე ხა უკვე როგორც დედის ამპლუაში ესეც ვაკვირდები ხოლმე და ვადარებ, ვთქვათ, განვითარებას ხო? მან ვთქვათ, ის სხვა ბავშვი როგორ რეაგირებს, დაახლოებით იგივე ასაკის ბავშვები და ვხედავ, რომ აი ვთქვათ, ჩემი შვილი ცოტა განსხვავდება, ხო? აი ეს რაღაცა განსხვავებულად გააკეთა. ან ვთქვათ, სათამაშო მოედანზე სხვები თუ ძალიან აქტიურია და აი რაღაცა ყირაზე გადადიან, სრიალებენ, საქანელაზე უნდათ ქადაობა, მაგრამ ვთქვათ, რომელიღაც ბავშვი ესეთი ძალიან შვიდი არის, მუდმივად ვთქვათ, უნდა რომ დედასთან იყოს. როდესაც ვაძალებთ, რომ აი მოდი შენც ჩამოსრიალდი რაღაცა აი შემდეგი შენ ხარ, მაგრამ არასდროს ამას არ აკეთებს, ხო? აი ცდილობს, რომ რაღაცნაირად უფრო უსაფრთხო პირობებში იყოს. სჭირდება ბევრჯერ გამეორება, ვთქვათ, რომ აი მოდი ახლა შენ ეს გააკეთე. ძალიან ესეთი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენგან, ანუ თუ უფრო მეტად დამოკიდებული, ანუ ფიზიკურ ნაწილსაც უნდა გავაკეთოთ აქცენტი, აქ არ არის მხოლოდ შეხება, სმენა და მხედველობა, ხო? ანუ ესეც თუ გვეჩვენება ცოტა განსხვავებულად, რა თქმა უნდა, ერთი რომ პედიატრს ჩვენი პირადი პედიატრი ვინც ყავს, ამას ვეკითხებით ამის შესახებ, მაგრამ მაინც ანუ ეს არ არის ესეთი სამედიცინო სფეროს მიმდინარეობა, როდესაც შეგრძნებით სირთულეები არის, უფრო რეაბილიტაციის სფეროს სპეციალისტებს მივმართავთ ხოლმე და კარგ შემთხვევაში პედიატრებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ, რომ თქვათ შემდეგ გადაამისამართონ. კი ბატონო, თანა ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ძალიან ესეთი კომპლექსური ინფორმაციის მოწოდებისთვის, უბრალოდ ერთი კიდე რაც მინდა რომ აქვე დავაზუსტოთ, რომ აი ეს ეხა ეს კონკრეტული მაგალითები, რაც შენ ჩამოთვალე, ხო, სიტუაციური მაგალითები, ან იგივე დავუშვათ, როდესაც სხვა ბავშვებსაც უყურებთ. აქ ეს არის ისევ და ისევ იმისათვის, რომ რაღაცა ყურადღება მივაქციოთ რაღაცას. ცხადია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეხლა მშობლებმა ესე გაიგონ, რომ აი ნახე, ის თუ არ ჩამოსრიალდა, აი მე ჩემ შულს რაღაცა სენსორული გადამუშავების სირთულე ყო არ აქვს. ესე არა, ხო? ანუ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მივაქციოთ ყურადღება თუ ეს არის ძალიან როგორც შენ აღნიშნე, რაღაცა ინტენსიური თუ ეს ფუნქციონირებაში უშლის ხელს თორე ხარ თუ ჩემ შვილს არ უნდა და არასოდეს არ ჩამოსრიალდა სიტყვაზე საქანელაზე ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ადრე თუ გვიან აქამდე უნდა მივიყვანო ხო ეს ნიშნავს იმას რომ შეიძლება მით უმეტეს ასაკსაც გააჩნია ამ შემთხვევაში ეხლა ერთი წლის ბავშვი შეიძლება დამკვირვებლის როლში იყოს და საერთოდ მხოლოდ ამით ინტერესდებოდეს ხო რომ დაუშვათ უყურებს სხვები როგორ სრიალებენ ხო ანუ სიტუაციური მაგალითები ჩვენ მოყვავს იმისათვის რომ ჩვენ ამ სიტუაციურ მაგალითებში დავაკვირდეთ ჩვენს შვილებს და რაღაცა დამატებითი ინფორმაციით მივაქციოთ ყურადღება არის თუ და სენსორულ გადამუშავებაზე კიდევ ერთხელ ამ შეგრძნებების გადამუშავებაზე იმიტომ საუბრობთ რომ ხშირად ეს რაღაცა ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე და მე მოგვიანებით როდესაც ამან შეიძლება ჭარბი ასე ვთქვათ სირთულეები ასე ვთქვათ დაგროვდეს ამან გავლენა მოახდინოს მის ასე ვთქვათ ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე და ამას აქვს ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა რა რომ ინტენსივობა როგორია იცვლება თუ არა ეს ინტენსივობა ახდენს თუ არა ეს გავლენას მის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე ჩართულობაზე არის ლაღად გრძნობს თავს თუ არ გრძნობს ლაღად ბავშვი თავს ხო ანუ ეს სილაღე ოღონდ რა თქმა უნდა ცხადია არ ნიშნავს ავტომატურად იმას რომ ესეთი გაცინებული სახით დარბის ხო სილაღე ნიშნავს იმას რომ ის მშვიდად არის ის კარგად გრძნობს თავს ის რაღაცა პროცესებში ჩართულია სიამოვნებს დაინტერესებულია მისი ინტერესის შესაბამისად რაღაცას აკეთებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ნინო რა მინდა იცი რომ თეო ძალიან დიდი მადლობა რა დავაზუსტოთ იცი რომ აი შეიძლება ეს კითხვაც გაჩნდეს ხო რომ სენსორული გადამუშავების სირთულე არის თუ არა კავშირში დავუშვათ როგორი მშობელი ვარ, ანუ ჩემი მშობლობა როგორია ბავშვის მიმართ, არ მიყვარს ეს სიტყვა აღზრდა, სპეციალურად არ ვამბობ, მაგრამ რა აღზრდის სტილთან არის თუ არა კავშირში და არის თუ იმიტომ რომ სხვადასხვა კვლევები ამბობს უკვე რაღაცა გამოცდილებებს გვთავაზობს, ხო? და არის თუ არა კავშირში ეს სენსორული გადამუშავების სირთულე რაიმე კონკრეტულ მდგომარეობასთან მაინც და მაინც, ან რამე კონკრეტულ დიაგნოზთან დაკავშირებული. კი ბატონო, აღნიშნავ იმას, რომ სენსორული ინტეგრაცია არის დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესი, ამიტომ არსებობს დიაგნოზები, რომელსაც უფრო ხშირად ახლავს ხოლმე თან, თუმცა, რადგან დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესია, შესაძლებელია ყოველგვარი დიაგნოზის გარეშე ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერ ბავშვს ჰქონდეს ეს სირთულე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაბადებიდანვე, როგორ ხდება სხვადასხვა სტიმულების მიწოდება ბავშვისთვის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აი მაგალითად ტაქტილური იგივე შეხებითი შეგრძნება ერთ-ერთი პირველი გამოცდილებაა ბავშვისთვის, როდესაც იბადება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩახუტებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითად ბანაობის შემდგომ გამშრალებას და ასე პატარა მსუბუქ მასაჟისებურ მოძრაობებს, შეხებას ბავშვთან, სხვადასხვა ტიპის სათამაშოს მიწოდებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ვაწვდით ამებს და როგორ ამ სტიმულებს და როგორ უმრავალფეროვნებთ. გამომდინარე იქიდან რომ ბავშვის სხეულით სწავლოს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს შეგრძნებების გამოცდილება მაქსიმალურად დაბადებიდანვე მივაწოდოთ. მუცლად ყოფნის პერიოდშივე იწყება სხვათა შორის სენსორული ინტეგრაციის განვითარება, ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესია დაბადების მომენტიდანვე რომ ამას შეუწყოთ ხელი. ხელში აყვანის შემდეგ მოძრაობა მაგალითად რომ მოძრაობის გამოცდილება ქონდეს ბავშვს. ალბათ ხშირად გსმენიათ რომ ვაიმე არ წაიქცეს და ძალიან ზედმეტად დაცულ გარემოში ყავთ ხოლმე ბავშვები. ძალიან მესმის და ეს მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა უსაფრთხოება ბავშვის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით რომ როცა ძალიან პატარაა, ხელი შეუწყოთ რომ დაცემის გამოცდილება მიიღოს ოღონდ დაცულ გარემოში. მაგალითად რბილ ხალიჩაზე, მაგალითად რბილ ზედაპირებზე, სადაც თქვათ რაიმეს არ დაიზიანებს, უსაფრთხოება უპირველესია რა თქმა უნდა და უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა ეს მოძრაობითი გამოცდილებებიც აუცილებლად უნდა ქონდეს ბავშვს, იმიტომ რომ მოტორული დაგეგმარება არსებობს, ანუ სხეულით დაგეგმარება სხვადასხვა მოძრაობების, როდესაც მე ახალ მოძრაობას გეგმავ და ვახორციელებ. ამას ძალიან უწყობს ხელს მოძრაობითი გამოცდილებები, იმიტომ რომ აი მაგალითად პატარების შემთხვევაში ახალ რაღაცას რო ვასწავლით მოქმედებას ყოველთვის წავახალისებთ ხოლმე რომ სარკეში დაინახოს თავის თავი, თავის სხეულის ნაწილები დაინახოს, რომ უკეთ მიყვეს ინსტრუქციებს და ინსტრუქციების მიწოდებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე, რომ კი არ ვეუბნებით, ახლა მარჯვენა ხელი აწიე და ახლა ესე გააკეთე და 2 და 3 ნაბიჯიანს. ძალიან მარტივად ვეუბნებით ხოლმე, რომ ეს ხელი აწიე და შეიძლება დავეხმაროთ თავიდან და სარკეში თავის თავი დაინახოს. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვუწყობთ ამ ყველაფერს ხელს თავიდანვე. და მაგალითად თუ ბავშვი ზედმეტად იტვირთვება სხვადასხვა სტიმულებით, მნიშვნელოვანია დროულად აღმოვაჩინოთ ეს და არ გადავტვირთოთ ხოლმე ზედმეტი სტიმულებით. ხშირად მსმენია ასევე, რომ ბავშვი ძალიან დაიღალა, ძალიან აჟიტირებულია და როგორ დავაძინო ახლა, მოდი ცოტა დავღლი კარგად და მერე კარგად დაიძინებს. აღნიშნა წეღან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს არის ის, რომ დაიღალოს ბავშვი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსუბუქ გარემოში, ასე ვთქვათ, ნაკლებად გამაღიზიანებელ გარემოში, სადაც ნაკლები სტიმულია და აგზნებადობის დონე კიდე არ მოემატება ბავშვს, პირიქით ისეთ გარემოში შეუწყოთ ხელი, რომ დამშვიდდეს უფრო მეტად და უკეთ დაიძინოს. ამიტომ აღზრდის სტილს აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ხელი შეუწყოთ მოკლედ თავიდანვე რომ განვითარდეს. აი ეს მე მგონი სწორედ აი ეს ხაზი მინდა ეხლა რომ გავაგრძელო, რაც თქვი რომ აღზრდის სტილს, ანუ როგორ მშობლობას უწევთ ჩვენ შვილს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასთან მიმართებაში თუ როგორ შევუწყობთ ხელს მის სწავლის პროცესს, ხო? ანუ როგორ სწავლობს ის სამყაროს, ჩვენ სპეციალურად ვამბობთ და დავარქვით ჩვენს ეპიზოდსაც ესე რომ როგორ გრძნობს და როგორ სწავლობს სამყაროს და არა ის რომ როგორ ვასწავლით სამყაროს შემეცნებას, არა? იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი სხვაობაა როგორი დამოკიდებულებით და როგორი ხედვით ვურთიერთობთ ბავშვთან. ეს არის რომ ეს დიდაქტიკური ბუდმივი სწავლება, რომ ვასწავლოთ რაღაცა, ავხსნათ, განვმარტოთ, მივუთითოთ, ინსტრუქციები მივცეთ, თუ მის სწავლასა და განვითარებას შეუწყოთ ხელი, არა? ძალიან ხშირად მინახავს იგივე სათამაშო მოედნებზე, ნებისმიერ გარემოში. მაგალითად, სათამაშო მოედნებზე. ნინამ ძალიან კარგი რეკომენდაციაა თქვა და მართლა როგორც თერაპევტები ალბათ ბავშვებთან მუშაობთ ხოლმე, აი ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დამოუკიდებლად ითამაშონ ბავშვებთან და თქვათ დაცემის მაგალითი თქვა ხო ნინომ, რომ აი დაეცეს არავშავს, ამით ისწავლის და ასე შემდეგ, მაგრამ მე ხავ თქვათ აი როგორც მშობელი, ჩემს თული მოსასმენია. მივხვდი რა, ანუ პირიქით ვაკეთებდი და უბრალოდ ამის გაჟღერება თან იმიტომ მინდა რომ ანუ როგორც მშობლის პერსპექტივიდანაც რა ვთქვათ, რომ ანუ გასაგები რომ ერთია რომ ვისმენ თქვათ სპეციალისტი, რასაც მეუბნება რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ
თან რთული არის ამის მიყოლა, იმიტომ რომ მართლა დღემდე ძალიან მეშინია, იმიტომ რომ ბევრი საფრთხე არის გარემოში, გასაგებია და მშობელს მინდა რომ მაქსიმალურად დავიცვა ჩემი შვილი, მაგრამ შემდეგ შევადარე, აი წეგან ვსაუბრობდი, რომ ადარებ თქო, იგივე ასაკის სხვა ბავშვების, თქვათ, ქცევა საქმეში მოვიტანე და მივხვდი, რომ ჩემი შვილი ცოტა უფრო მეტად მიყურებდა და ელოდებოდა ჩემგან, რომ აი თქვათ, ეხა ამ კიბეზე ავიდა, შემდეგ ჩამოსრიალდეს და სხვაები აი ესე უცებ აირბენდნენ, ჩამოსრიალდებოდნენ და ძალიან დამოუკიდებლები იყვნენ და აი როგორც კი ეგ მივხვდი, ანუ მაგას როგორც კი მივხვდი, აი უფრო მეტად ცადე რომ ნელ-ნელა გამოვეცალი, ანუ ჩვენთვისაც რთულია, რომ უცებ ერთბაშად რაღაცა ხო, ანუ რა დააკვირვებ, როგორც ნინო თქვა, დააკვირი შენს თავს და შენ შვილს და შესაბამისად რაღაცა შეცვალე. ოღონდ ეს რაღაცა მომენტში და ძალიან დიდი მადლობა, რომ შენი როგორც დედის თვალსაჩინოდანაც გვესაუბრები, ხა იმიტომ რომ ყოველთვის ვერიდებოდი მე პირადად და მართალი რო გითხრათ გულწრფელად უნდა ვთქვა, არასოდეს მიყვარდა ხოლმე, როდესაც დავუშვათ სპეციალისტი იწყებდა, აი მე ასევე დედა ვარ და მაგალითის სანამ მე თვითონ არ გავხდი დედა. იმიტომ რომ ყოველთვის ასე ვთქვათ, თვლიდი რომ სპეციალისტის პოზიცია სპეციალისტმა კარგად ისე უნდა ჩამოაყალიბო, რომ ეს დამაჯერებელი პოზიცია იყოს. ანუ არ ვამბობ, ოღონდ იგივე დამოკიდებულება მაქვს იმისთან მიმართებაში, როდესაც პროფესიონალი აყალიბებს აზრს და რჩევას გაძლევს. ამისათვის აუცილებლად არ არის მნიშვნელოვანი, რომ დედა იყო, რომ სწორი, ასე ვთქვათ, პროფესიონალური რჩევა მისცე, უბრალოდ განცდის და გამოცდილების დონეზე მომყავს ხოლმე მეც ჩემი მაგალითები, იმიტომ რომ განცდის და გამოცდილების დონეზე მივხვდი, როგორი მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ცოდნა. ხანდახან ეს ცოდნა ძალიან სტრესავს, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან ბევრი ინფორმაცია რო გაქვს, აი მე ხა ის ხო არ არის რაღაცებს იწყებ შფოთვას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის ძალიან დამხმარე იმისათვის, რომ სწორი რეფლექსია მოახდინო, შენს ქცევა, თორე ჩვენც გვეშლება, ჩვენც რაღაცას ხანდახან ჰიპერმზრუნველობასაც ვიჩენთ, ხანდახან პირიქით, სწორედ შეიძლება პროფესიულად ცოდნამ გითხრას, რომ პროფესიული ცოდის გამო რაღაცები ასე ვთქვათ, გამოვტოვოთ კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში არის ის, რომ ეს თვითრეფლექსია, ეს დაკვირვება, ამ ცოდნიდან გამომდინარე რაღაცების დაჭერა და დანახვა ცხადია უფრო გვეხმარება და გვაანალიზებინებს რაღაცა პროცესებს. მოდი ხა მინდა ისევ დავუბრუნდე აი ამ სამ რაღაცას, რომელზეც ალბათ კარგია, რომ აი ამ ჩვენი ერთი ეპიზოდის შემდეგ კარგად გამოდიფერენცირებული გქონდეს. ერთი არის შეგრძნებები, ხო? როდესაც შეგრძნებები გვაქვს და ამ ჩვენ ვთანხმდებით იმაში და ამაზე ვსაუბრობთ, რომ შეგრძნებები და სხეულით იწყებს ბავშვი სამყაროს შესწავლას და არა დაუშვათ რაღაცა გონებრივი აქტივობებით. ცხადია, ყველაფერი ტვინთან დაკავშირებული პროცესებია, მაგრამ ლაპარაკით, საუბრით და სიტყვებით არ იწყებს, ხო, დაუშვათ და აი ამ სიტყვებით კომუნიკაციით ბავშვი ურთიერთობას სხეულებრივი შეგრძნებებით იწყებს. ერთი არის ეს, მეორე არის, როდესაც საუბრობთ სენსორულ გადამუშავებაზე, ანუ შემოსული ინფორმაცია მივიღო და დავშალო, რა არის ეს, ხო? ნაწილებად დავშალო, რა ინფორმაცია, ეს არის ტვინის ფუნქცია, ხო? და მესამე არის ეს სენსორული ინტეგრაცია უკვე, ხო? როდესაც შემოსული და დაშლილი ინფორმაციის აწყობას და უკვე გამოყენებას ვიწყებ, ხო? აი, როდესაც მაგალითად ბავშვი ადის ხეზე, ან რაღაცა სასრიალოზე ან საცოც კედელზე დაუშვათ და ცხადია ჩავთვალოთ რომ გარემო უსაფრთხოა და არაფერი კედელს არ ძრება და მშობელიც იქვე დგას, ხო, აი ესეთ კონტექსტში ვართ, ანუ ვაძლევთ ბავშვს საშუალებას რომ რაღაცაზე აზრეს, აი აქ უკვე სენსორული ინტეგრაცია მუშაობს, არა? როდესაც საუბარია იმაზე, რომ ბევრი ინფორმაციას ტვინი აანალიზებს, სად დგას ფეხი, შეიძლება ბავშვმა ისე დადგას ფეხი, რომ მაინდა-მაინც ტერფიზე დახედვა არ დასჭირდეს, ხო? ანუ როგორ აკოორდინირებს თავის სხეულს, როდესაც რაღაცაზე ადის და ამას თუ არ შეუწყეთ ხელი, ეს შესაძლებლობები თუ არ მივეცით, ცხადია, ეს პროცესები არ ვითარდება. თუმცა სენსორული ინტეგრაციის სირთულე მაინც და მაინც ამასთან კავშირში არ არის, ხო? ანუ ამან შეიძლება არ გამოიწვიოს სენსორული ინტეგრაციის სირთულე, ხო? ეს შეიძლება თავისთავადი მოცემულობა იყოს და ერთი აქვე ვიტყვი ხშირად ასოცირდება ეს მოცემულობა ან იმასთან რომ აუტიზმი აქვს ბავშვს ან ყურადღების დეფიციტი ან ჰიპერაქტიობის სინდრომი აქვს ბავშვს და ამ ბავშვებს ახასიათებთ სენსორული ინტეგრაციის სირთულე ეს ასე არ არის, არა? შეიძლება იყოს აუტისტური სპექტრის ბავშვი და ჰქონდეს სენსორული ინტეგრაციის სირთულე, მაგრამ შეიძლება იყოს აუტისტური სპექტრის ბავშვი, რომელსაც არ აქვს. და შეიძლება იყოს ტიპური განვითარების ბავშვი, რომელსაც ეს სირთულე შეიძლება ჰქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ განმარტოთ, რომ არ ჩავთვალოთ, რომ რაღაცა კონკრეტულზეა საუბარი და მხოლოდ ამან უნდა ისმინოს და ეს მე არ მეხება. აი ეს ნაწილიც რო გავშალოთ თუ შეიძლება.
ცირა ძალიან კარგი კითხვა არის აქ ამასთან დაკავშირებით და ერთი ესეთი სტატისტიკის მოყვანაც შეიძლება პრინციპში და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ამაზე ვთქვათ სპეციალისტებსაც როდესაც ვესაუბრებთ ხოლმე რომ ანუ კონკრეტული დიაგნოზი არ ნიშნავს ნამდვილად სენსორული ინტეგრაციის ესეთ დარღვევის აუცილებლობას ხო მაგრამ არსებობს ესეთი სტატისტიკა რომ არაქართული სამწუხაროდ არ გვაქვს საქართველოში მსგავსი ტიპის კვლევები ვთქვათ ამერიკის მაგალითზე არის ესეთი კვლევა რომ დაახლოებით 6%-დან 15.6%-მდე ტიპური განვითარების ბავშვებში შეიძლება სკოლის ასაკის ბავშვებში შეიძლება იყოს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა საკმაოდ მაღალი რიცხვია. ასევე არის ცალკე აუტიზმის დიაგნოზის აუტისტური სპექტრის დარღვევის დიაგნოზის დროს, ოღონდ აქ საკმაოდ მაღალი პროცენტია და ალბათ ამიტომ ვამბობთ, რომ აუტიზმთან არის დაკავშირებული დაახლოებით 90%-ში იმ ბავშვებში, ვისაც აქვს აუტისტური სპექტრის დარღვევა, არის სენსორული ინტეგრაციის დარღვევაც. მაღალი არის მაჩვენებელი საკმაოდ. ასევე ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის დროს დაახლოებით 76%-მდე არის ამისი ალბათობა, ხო? დიაგნოზებთან არის დაკავშირებული, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. და განსაკუთრებით აი ჩვენთან ალბათ არ ვიცით, ხო, კიდევ ერთი რიცხვით შეგვიძლია გავეთვალოთ. აი ისევ და ისევ არ უნდა ჩავთვალოს ახლა მსმენელმა, რომ რადგან ეს რაღაცას ვაქცევ ხა ყურადღებას და რაღაც ამნიშნებს ხედავ ეს აუცილებლად მიგონი ჩემი შვილი. ანუ არ მინდა რომ დავაფრთხოთ ხა მშობელი, მაგრამ მეორე პირიქით მინდა რომ რაღაცნაირად მშობელს გაუჩნდეს სურვილი და ინტერესი საჭიროების შემთხვევაში გაიაროს კონსულტაცია და შესაძლებელია ხო რომ ჩვენთან კონსულტაცია გაიაროს თქვენთან თეოსთან და ნინოსთან, იმიტომ რომ მაკ ჯორჯიას აქვს ეს პლატფორმა თუ შეიძლება ასე ითქვას, მშობლის კივრი, რომლის ფარგლებში შესაძლებელი დაგვიკავშირდეს ნებისმიერი ადამიანი, მშობელი, აღმზრდელი, მასწავლებელი, ნებისმიერი ადამიანი და მიიღოს უფასო კონსულტაცია ონლაინ თქვენგან, ჩაეწერება თქვენთან და ჩვენ ამის შესახებ ჩვენი ასე ვთქვათ ამ ეპიზოდის ქვეშ ბუნებრივია შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია იქნება მითითებული და შესაბამისად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ სათანადო კონსულტაცია, მით უმეტეს როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ნინო და თეონა ორივე არიან ლიცენზირებული სპეციალისტები სენსორული ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საკმაოდ იშვიათი ასე ვთქვათ შესაძლებლობაა, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. დასკვნის სახით ბოლოსკენ რო წავიდეთ, თუ არის რამე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ნინო თეო ორივეს გსურთ რომ გააჟღეროთ, მოდი ნინო შენგან დავიწყოთ, მერე თეო და მერე უკვე დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. რაც ძალიან მინდა რომ გაჟღერდეს არის ის, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვი დადის სენსორულ თერაპიაზე, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც სახლის გარემო. ამიტომ თუ გვინდა რომ ბავშვთან ვიმუშაოთ სენსორული ინტეგრაციის ელემენტებით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა შეგრძნებითი სტიმულები მივაწოდოთ, იდეალური გზა ამისთვის არის ყოველდღიური საქმიანობები, რაშიც ბავშვი არის ჩართული. რომ დავიწყოთ პირის დაბანიდან კბილების გახეხვა, კვება და ასე შემდეგ, ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება მრავალფეროვნოთ ისე, რომ მაქსიმალურად ბავშვისთვის სასურველი და საჭირო სტიმულები მივაწოდოთ. მაგალითად, თუ კი ვიცით, რომ ბავშვს მოწონს განსაკუთრებით მძიმე საგნებთან შეხება, უფრო ძლიერი შეგრძნებები, შეიძლება რომ კბილის ჯაგრისი მაგალითად ოდნავ დავამძიმოთ, გავუკეთოთ პატარა სახელური. თუ კი ვიცით, რომ ბავშვს მოწონს განსხვავებული კოვზით კვება, შევთავაზოთ იმ კოვზით კვება, მთავარია რომ დამოუკიდებლად ჩაერთოს პროცესში და არ აქვს მნიშვნელობა როგორი კოვზი იქნება. ანუ მოვერგოთ ბავშვის საჭიროებებს და არა ბავშვი მოვარგოთ გარემოს. მოვარგოთ აუცილებლად და მოვარგოთ გარემო მაქსიმალურად ისე რომ ხელის შემწყობი იყოს და არა ხელის შემშლელი. თეონამაც ახსენა წეღან რომ გარემოს იმხელა მნიშვნელობა აქვს მართლა რომ პატარა ცვლილებით ზოგჯერ შეგვიძლია ხოლმე რომ ერთიორად უფრო დამოუკიდებელი გავხადოთ ბავშვი. ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მთავარი რაც არის რომ მომზადება ბავშვის კონკრეტული ახალი პროცესისთვის. ექიმთან ვიზიტი ვახსენეთ. ყოველთვის ჯობია რომ ვაჩვენოთ სურათები, აღუწეროთ ექიმის გარემო, მაგალითად წავაღებინოთ საყვარელი სათამაშო ექიმთან. პირდაპირ ნუ მივიყვანთ და სტომატოლოგს ნუ დავუსვამთ, შეიძლება რომ მივიყვანოთ და ვაჩვენოთ სკამი. თოჯინასთან ერთად დავუსვათ მშობელს, ყველაზე კარგია ხოლმე და ეფექტური მშობელს თუ უზის კალთაში პროცედურების დროს. მაქსიმალურად მოვარგოთ ხოლმე იქაური გარემოც და არა მარტო სახლის გარემო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თუ ჭირს მაგალითად ბაღის გარემოში კვება, წეღან ვახსენეთ, რომ სენსორული ინტეგრაციის სირთულები სხვადასხვა გარემოში უნდა ვლინდებოდეს, ხო? მხოლოდ ერთგან არ არის ხოლმე და
არის ზოგჯერ რომ შეიძლება სახლის გარემოში იკვებებოდეს და ბაღის გარემოში არა. შევთავაზოთ საყვარელი ჭურჭლის წაღება მაგალითად, ან თავიდან საკვების წაღება და ბაღში მირთმევა. ან მაგალითად პროცესში რაიმე ნაცნობის გაკეთება, მაგალითად არ ვიცი ეს შეიძლება იყოს ხმოვანი სტიმული, სპეციალური რაღაცა წინსაფარი და ასე შემდეგ, რაც ნაცნობ გარემოს შეუქმნის და უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობს თავს. ამიტომ იმის ხაზგასმა მინდა ხოლმე ყოველთვის და მშობლებსაც ამას ვთავაზობთ, რომ მაქსიმალურად სახლის გარემოდან იწყება სენსორული სტიმულაცია და ყველაზე კარგი და დაცული გარემო იმისთვის, რომ სხვადასხვა შეგრძნებითი გამოცდილებები ბავშვმა მიიღოს, არის ხოლმე სახლი. და მერე გადაგვაქვს სხვადასხვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თეო არა, რომ აი ესეთი რაღაცა თავის ბუნებრივ გარემოში, თავის ავთენტურ გარემოში შეძლონ ბავშვობა ფუნქციონირების განვითარება და ამას უნდა შეუწყოთ ხელი და არა იმას, რომ სადღაც 1 საათით რაღაცა თერაპიულ ოთახში რაღაცა კარგად გააკეთა და მერე ოდესმე წამოიღებს ამას განაზოგადებს, ესე არ ხდება. ამას ჭირდება, ასე ვთქვათ, ამიტომაც ვსაუბრობთ ამაზე, რომ მშობლების მხრიდან იყოს მეტი, ასე ვთქვათ, გაცნობიერებულობა იმასთან დაკავშირებით და ეს რიტორიკულად არ დარჩეს ეს კითხვა ხოლმე, რომ რატო იქცევი ასე, არამედ იყოს კითხვა, რომ რა არის, რას მეუნება ამ ქცევით ჩემი შვილი და რას მივაქციო ამ შემთხვევაში ყურადღება. ნამდვილად ძალიან კარგი რჩევები იყო ნინო და აი რამდენიმეს დავამატებ მხოლოდ რომ აი ერთი დრო ვახსენეთ ჩვენ და აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვს კონდეს უფრო მეტი დრო საკმარისი დრო იმისთვის რომ გაიგოს რას ვითხოვთ მისგან ან უბრალოდ გაერკვეს იმ გარემოში რაშიც არის იქნება ეს საბავშვო მოედანი სახლი სკოლა ნებისმიერ გარემოში რომ ჯერ მიხვდეს რა ხდება და შემდეგ მივცეთ საშუალება რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები ხომ ასევე აუცილებლად უნდა მივცეთ საშუალება რომ გააკეთოს ყველაფერი მისი ინტერესის შესაბამისად და თუნდაც ამან გამოიწვიოს ძალიან დიდი არეულობა სახლში. რაც არ უნდა დალაგებული გქონდეს სახლში, ბავშვების შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცით რა შეიძლება მოხდეს რამდენიმე წუთში, ხო? არაუშავს, ძალიან მისაღებია ეგ ყველაფერი. ვიცით რომ რთულია მე ამ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ ეს მისთვის არის მართლა ძალიან საჭირო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ისწავლის. ანუ შეიძლება თეორიულად ჩვენც რაღაცები ვისწავლოთ, აი რაღაცა. წავიკითხო, დავიმახსოვრო, დავიზეპირო, დამავიწყდება აუცილებლად ხვალ, თქვათ, ხო? მაგრამ თუ რაღაცა გავაკეთე მე თვითონ ძალიან კარგად ვისწავლით და მეორე დღეს აი ამ ნასწავლს, კეთებით ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ თქვათ სხვაგან, ხო? ამიტომ ვასწავლოთ ბავშვებს კეთებით ალბათ ძალიან კარგი რჩევა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ რა თქმა უნდა ვერ ამოვწურავთ ამ თემას და მე ერთადერთი რაც მინდა ვთქვა არის ის რომ ამ ჩვენი ეპიზოდის დადებისთანავე შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარები, დაგვიწეროთ შეკითხვები, თქვენი გამოცდილებები გაგვიზიაროთ, თუ საჯაროდ მით უმეტეს კომენტარების ქვეშ არ გინდათ, ბუნებრივია შეგიძლიათ მოგწეროთ. ჩვენ Facebook-ის გვერდიც გვაქვს, YouTube არხზეც სულ მავიწყდება და აქ უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და შესაბამისად YouTube არხზეც იაქტიურეთ, რომ კომენტარები გაგვიზიაროთ. ძალიან ყურადღებიანები ვართ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე დასაწყისისთვის ძალიან მონდომებულები ვართ, ამერეც ესე გავაგრძელებთ, რომ გაგცეთ პასუხი, გამოგეხმაუროთ და შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩვენი მშობლის კივრის პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ამ ორ არაჩვეულებრივ სპეციალისტთა კონსულტაციის გავლა ოკუპაციურ თერაპევტთან, კონსულტაციის გავლა და ასევე ჩვენ ყავს მეტყველების სპეციალისტები, ჩვენ ყავს ფსიქოლოგები და შესაძლებელია, როდესაც დაარეკავთ თქვენი საჭიროებების და ინტერესების და კითხვების შესაბამისად, ჩვენი არაჩვეულებრივი კოლეგა დაგაკონტაქტებთ შესაბამის სპეციალისტს და ჩაგინიშნავთ ონლაინ უფასო შეხვედრას და გაივლით უკეთ თქვენ დასმულ შეკითხვებზე მიიღებთ პასუხებს. ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ კარგად დაკვალიანდებით და იმის შემდეგ ნახავთ უკვე რა იქნება კიდევ დასაზუსტებელი. ეს იყო ჩვენი მესამე ეპიზოდი. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რას გრძნობს და როგორ სწავლობს, როგორ შეიგრძნობს და როგორ სწავლობს ბავშვი სამყაროს. რამდენად მნიშვნელოვანია ერთადერთი, რასაც დავამატებდი, არის ის, რომ მართლაც მივცეთ შესაძლებლობა ბავშვებს მოკიდონ ხელი ქვიშას, მოკიდონ ხელი გირჩას, მოკიდონ ხელი ყველაფერს, რასაც ისინი ხედავენ, მივცეთ საშუალება აზრნენ რაღაცაზე, იმიტომ რომ ამ გამოცდილებებით სწავლობენ ბავშვები და ამ გამოცდილებებით ივითარებენ ბავშვები
twins თავის თავს და შესაბამისად ამით არის რომ ბავშვები მიდიან იქამდე რომ მათ შეუძლიათ ასე ვთქვათ დაუთმონ დავალებას ყურადღება, კარგად ასე ვთქვათ შეძლონ, შემდეგ უკვე ყურადღების კონცენტრირებით გააკეთონ საშინაო დავალებები სკოლაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც მთავარია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი კოლეგებისთვისაც დარწმუნებული ვარ, მივცეთ საშუალება ბავშვებს იცხოვრონ, იმიტომ რომ ეს არ არის ბავშვები არ არიან ქცევის კრება, ბავშვები არიან პიროვნებები და აქვთ თავიანთი გამოცდილებები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ველით თქვენს გამოხმაურებას. ნახვამდის.